ალექსანდრე, მოგესალმები მარაკანადან, აი ვიმყოფებით ჩვენ მარაკანაზე. რამდენიმე წუთის წინ დასრულდა მხანაგური შეხვედრა, დაწინაურდა შეხვედრაში ნორჩი დინამო. თავიდან კარგად დავიწყეთ, მეტოქეს ჯობნიდით, რა თქმა უნდა, მქონდა კარგი მომენტებიც. ერთი გოლი გავიტანეთ, მაგრამ შემდეგ ალბათ დავიღალეთ, გუნდიც დაიშალა, რადგან მეტოქეს ქონდა ძირითადად ბურთი, სულ გვიტევდნენ. ჩვენ რაც შეგვეძლო თავს ვიცავდით, მაგრამ შემდეგ დავიღალეთ. ჩვენ თანამგებლები ძალიან კარგად თამაშობდნენ, რაც შეეძლოს ჩადეს, მთლიანად იბრძოლეს, მაგრამ შედეგი სახეზეა, წავაგეთ 2-1. აი მომავალ შეხვედრებზე რო ვთქვათ, როგორც მშვიდობის თაზე, აი კონკრეტულად თქვენ აი რას პირდებით გულშემატკივარს, აი მომავალ შეხვედრებში შევეცდებით რომ მოვიგოთ, რაც შეიძლება მეტი თამაში, ვაჩვენოთ რომ უკან ნახევარს არ ვაპირებთ. და გავიტანოთ ბევრი გოლი. გენაცვალეთ, მე წარმატებებს გისურვებთ თქვენს კარიერაში, გეთამაშებინოთ დიდი ფეხბურთი და გესახელებინოთ ჩვენი ქვეყანა. დიდი მადლობა ინტერვიუსთვის, კარგად ბრძანდებოდეთ.